რის დაავადება კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ეხლა ვიცი, რომ არსებობს, ეხლა გამოვიდა თერაპევტზე მკურნალობა, მედიკამენტური მკურნალობა და უფრო ადვილად მოხდება ამ დაავადების დამარცხება. დამბლა რა, ბავშვებს ემატება. ის შემთხვევაში. C ჰეპატიტი. C ჰეპატიტი. აი, ვერა მოძრაობენ და ისა სისხლი, კუნთები არ ემორჩილება. ინფექციური დაავადება. გადამდებია როგორც ის. და როგორ გადადის? არ ვიცი როგორ გადადის. რაღაც დაავადება რა ვიცი. სხვა. ქუძლის დაავადება. და ეს გადამდებია თუ არ არის? რა თქმა უნდა გადამდებია კი. და როგორ გადადის ან როგორ ხდება მისი მკურნალობა თქო? მკურნალობა ნამდვილად არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ გადადებით სისხლით, ნემსით და ასე შემდეგ. ტრენინგებზე გაგვცეს რაღაცები. აი როგორ ცელდება ეს დაავადება, იცი? არა. ქუძლის დაშლა. და ეს გადამდებია თუ არ არის გადამდები როგორ? გადამდებია. რა გამიგია? და თუ იცით როგორ ხდება მისი მკურნალობა, ან როგორ გადადის ადამიანთან ადამიანს? არა, ეგ არ ვიცი. არის საზარი დაავადება. და რომელიც ძირითადად ნარკომანებს აქვთ, ან შპრიცით რაღაცა გადადებული ამყოფა, ისე არ აჩნდება. არა, როგორ ახლა არის ჰეპატიტით მკურნალობა, მასიურად შემოიტანეს არის. დაავადება, სისხლის დაავადება. მაშასე დიალოგი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რა აქცია დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ცნობილ ექიმ ინფექციონისტთან შოთა რაინაულთან ერთად საუბრობთ. მოგესალმებით ბატონო შოთა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და დიალოგის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ კლავას ტელეფონის ნომერზე 23 28 95. ბატონო შოთა, სანამ უშუალოდ იმ აქციის შესახებ დავიწყებთ საუბარს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ეთერში გავიდა გამოკითხვა, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მოამზადა C ჰეპატიტის შესახებ, ანუ თემა იყო ასეთი, რამდენად ინფორმირებულია ქალაქის მოსახლეობა საშიში ინფექციის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ გამოუგნებელი შედეგი იყო, თუმცა არ ვიცი რამდენად სიურპრიზი იქნება და რამდენად გამოუგნებელი იქნება ეს შედეგი თქვენთვის. გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა საერთოდ არ იცის რა არის ეს დაავადება C ჰეპატიტი. მოგესალმებით თქვენ და ძვირფასო ტელემაყურებლებო ყველას. პირიქით მადლობა, რომ დაინტერესდეთ აი ამ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხით C ვირუსთან, C ჰეპატიტთან დაკავშირებით. მართალია ეს არ არის ჩემთვის სიურპრიზი, მოსახლეობამ არ იცის, არა მარტო იმიტომ, რომ ნაკლებად ინფორმირებულები არიან და ნაკლებად ტარდება ამის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციების. არამედ იმის გამოც რომ თვითონ თავისებურება ამ C ჰეპატიტის არის ისეთი, რომ სანამ არ გამოჩნდება, სანამ სერიოზულად არ დაზიანდება კონკრეტულად ღვიძლი, სანამ არ დაიწყება ღვიძლის უკმარისობა, ეს დაავადება თავს როგორც წესი არ იჩენს ხოლმე. ეს სწორედ ამიტომ შეარქვეს მას როგორც აი ესეთი უკაცრავად რუსულად ლასკოვი უბიცა, სანამ დიახ მოალერსე თუ გლელი სანამ არ გამოჩნდება ძალიან სერიოზული გართულებები, როცა პრაქტიკულად ყველაფერი უკვე გვიანა, მანამდე არ ჩნდება. ამიტომ თვითონ და ადამიანს ვისაც აქვს ეს ვირუსი, არ ჯერა რომ ალბათ არის, იმიტომ რომ კლინიკურად ის სრულიად ჯანმრთელად გრძნობს წლების განმავლობაში. განუმარტოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა არის რეალურად C ჰეპატიტი. კი ბატონო, ვისარგებლებ აი ამ შემთხვევით, კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუყვე ამ ვერაგი დაავადების შესახებ. ძალიან გავრცელებული ვირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოში დაახლოებით ინფიცირება არის მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 3%, ეს უზარმაზარი ციფრია და სამწუხარო რეალობაა მეორე, რომ საქართველოში ნორმალური სტატისტიკური მონაცემები თუ რამდენი ადამიანია დაავადებული, პრაქტიკულად არ არსებობს. იყო რამდენიმე კვლევა კონკრეტული არ აკითხავენ სამედიცინო დაწესებულებებს სხვა დაავადებებთან მიმართებაში არსებობს ასეთი სტატისტიკა. თუნდაც იმიტომ რომ ეს დაავადება კლინიკურად არ ჩნდება, არავინ არ აკითხავს თავისი სურვილით. ყველაზე ხშირად ამ დაავადების აღმოჩენის
მიზეზია ხოლმე რომელიმე უწყებრივ სამსახურში მოქალაქეთა მიღების დროს თქვათ აღმოჩენილი ეს ვირუსი, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლობის დროს წინა ტესტირება ჯანმრთელობის დაცვის შემოწმების დროს, ან დონორების შემოწმება, ან სხვადასხვა სახის სამედიცინო ქსელში მოხვედრილის დროს შემთხვევით აღმოჩენილი და როგორც ასეთი ეჭვი თავიდან კლინიკურად რომ დაავადებაზე ვინმე მიიტანოს, ეს თითქმის შეუძლებელია იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს. არსებობს რამდენიმე კვლევა სტატისტიკაზე რომ მოვჩეთ საუბარს, ძალიან მაღალი მაჩვენებელი დადესაა ამ კვლევებით საქართველოში, ეს იყო 6.7%, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა ეს და იგივე ციფრი ფიგურირებს, მაგრამ ეს არ არის სწორი, საუბრობენ რომ სადღაც 150,000-დან 200,000-მდეა ინფიცირებული. მოკლედ გეტყვით რომ ინფიცირება თავიდანვე ვირუსის მოხვედრა ორგანიზმში არ ნიშნავს დაავადების დაწყებას, ინფიცირებიდან ვირუსის შესვლის დღიდან დაახლოებით არის 6 თვიანი შუალედი მის გამომჟღავნებამდე, ეს არის ეგრეთ წოდებული ფარული პერიოდი, ინკუბაციური პერიოდი. თუ 6 თვის შემდეგაც ორგანიზმში ეს ვირუსი ფიგურირებს, მაშინ ითვლება რომ ეს დაავადება უკვე დაწყებულია. როცა გამომჟღავნდება, როგორია სიმპტომატიკა, როგორ უნდა მიხვდეს? კი, როცა გამომჟღავნდება, უიშვიათეს შემთხვევაში გამომჟღავნდება ეს დაავადება. მე ჩამოგითვლით მის ნიშნებს და თქვენ თვითონ განსაზღვროთ რამდენად შესაძლებელია მისი გამომჟღავნება. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს ჩვეულებრივი, თქვათ, კუნთების ტეხვა, ძალიან მსუბუქი ცხელება, დაღლილობა, შეიძლება პატარა სურდოც ჰქონდეს, ხმად შეეცვალოს, ჩვეულებრივი ტიპიური ვირუსული დაავადების ნიშნები აქვს, თანაც მსუბუქი ვირუსული დაავადების ნიშნები, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს და მერე ამანაც გაიაროს. უიშვიათეს შემთხვევაში შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ღვიძლის დაზიანების ნიშნები გამოჩნდეს, ეს არის თქვათ შარდის გამუქება, როგორც არის, ან სხვა სახის ნიშნები, რომელთაც ჰეპატიტების დროს, ხო? მაგალითად, B ვირუსული ჰეპატიტის დროს ის თავიდანვე უმწვავესად კლინიკური ფორმები, დაავადების სახით ვლინდება. ის ადვილი აღმოსაჩენია. C შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. შემდგომ ეტაპზე უბრალოდ რო გავუყვეთ აი ამ მიმდინარეობას, შესვლიდან, როგორც გითხარით 6 თვეში შეიძლება გამომჟღავნდეს, უпроსტოდ დაავადება დაერქვას 6 თვის შემდეგ, საბედნიეროდ დაახლოებით 20%-ში ვირუსი თავისით გამოდის ორგანიზმიდან და თქვათ 20% შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ვირუსი უკვე აღარ აღმოჩნდება ორგანიზმში, თვით გამკურნება ხდება. დანარჩენ 80% შემთხვევაში უკვე თავიდანვე პირველივე აღმოჩენის შემთხვევაში კურნალობის გარეშეც გამოდის ორგანიზმიდან. დიახ, კურნალობის გარეშე. ორგანიზმი აკეთებს ელიმინაციას, ორგანიზმის გასუფთავებას ამ ვირუსისგან. ეს რაზეა დამოკიდებული? არაფერზე არ ვიცით. ანუ ამ კუთხით არ არსებობს. კანონზომიერება ჯანმრთელია თუ არა ადამიანი? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შემთხვევაში ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია თუ არ არის ჯანმრთელი, ან ფიზიკურად ძლიერია თუ არ არის ძლიერი. შემდეგ დანარჩენ შემთხვევაში თავიდანვე ითვლება რომ ეს დაავადება არის უკვე ქრონიკული. იმიტომ რომ რომელ ეტაპზე აღმოვაჩენთ არ ვიცით. უიშვიათეს შემთხვევაში ერთეული შემთხვევებია, როცა მწვავე ეტაპზეა შემთხვევით აღმოჩენილი, მაშინ მკურნალობა შედარებით ადვილია, ხანმოკლე და ადვილია. აი, როდესაც ქრონიკულის სტატუსი მიეცემა ამ დაავადებას, წლების განმავლობაში უკვე დაახლოებით თქვათ საშუალოდ სადღაც ჩავთვალოთ 15-20 წლის შემდეგ, აი ამ დაავადებულთა დაახლოებით 30%-ს უვითარდებათ ღვიძლის უკმარისობის ნიშნები. და როგორია ყველაზე ცუდი შედეგი, ფატალური დაშლა არის? ცუდი შედეგი არის აი ამ ღვიძლის უკმარისობის ნიშნებიდან, როდესაც ვლინდება უკვე ღვიძლის დეკომპენსაცია, კომპენსირებას ვეღარ ახდენს თავისი ფუნქციის, გამოვლენა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, დაწყებული თქვათ ჩვეულებრივი, აი ზოგადი ღვიძლის უკმარისობის ნიშნებით, ეს არის ისევ და ისევ მომატებულად არამოტივირებული დაღლილობა, დაქანცულობა, წონაში კლება, ღვიძლის გადიდება, გადიდების ფაზაში შეიძლება იყოს ტკივილი, როდესაც ზონეზეა ღვიძლის ზომა გაჩერებული, ის მტკივნეული არ არის. ასევე სხვადასხვა ნიშნებია, ეს შეიძლება მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, შეიძლება სითხე ჩადგეს მუცელში, გარკვეულ ეტაპზე და ბევრი სხვა რამ. და
აი ამ 30%-დან, ვისაც გამოუვლინდება თქვა 20-25 წლის შემდეგ ღვიძლის უკმარისობის ნიშნები, დაახლოებით 3% შემთხვევაში აქედან შეიძლება განვითარდეს ისეთი სერიოზული გართულებები, უпроსტად დაავადება, როგორც არის ღვიძლის უჯერდოვანი სიმსივნე, ღვიძლის ჰეპატოცელულარული კარცინომა, მოკლედ ღვიძლის უჯრედების კიბო, ასე ვთქვათ. რამდენ პროცენტში ხდება? აი, როგორც გითხარით. ფატალური შედეგი დასრულება. აი, როგორც გითხარით, დაავადებულთა 30%-ში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ამ 30%-დან დაახლოებით 3%-ში ვითარდება აი ის უმძიმესი დაავადებები, ის ცალკე და თქმა უნდა. როგორ ვრცელდება ბატონო შოთა ეს ინფექცია? როგორ ხდება ორგანიზმში ვირუსი არის ეგრეთ წოდებული რიბონუკლეინის მჟავაშემცველი RNM, ძალიან მცირე ზომის ვირუსია, სულ 20 ნანომიკრონია და მისი გადადება ხდება სისხლის გზით, ნებისმიერი გზით, რითაც შესაძლებელია დაასნებულნებული ადამიანის სისხლი შეეზილოს კი, როგორც აივ ინფექცია, როგორც B ვირუსი. საბედნიეროდ თვითონ ვირუსი არ არის გამძლე, საბედნიეროდ მისი დეზინფექცია, მისი მოკლა საყოფაცხოვრებო პირობებშიც ძალიან ადვილად შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ კეთილსინდისიერად დამუშავება აი იმ საგნების, იარაღების, რომლითაც შესაძლებელია გადაცემა. ეს ეხება სტომატოლოგიურ კაბინეტებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ეს ეხება კოსმეტოლოგიურ ცენტრებს, ოჯახებში ასევე შესაძლებელია გადაცემის ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ მაინც გადაცემის გზები იყოს, თქვათ, ძალიან ესეთი პირადი ინტიმური ჰიგიენის საგნები, როგორც არის თქვათ, მანიკურის, ფრჩხილების საჭრელი, მაგრატლები და ასე პირის საპარსი და აი ასეთი სახის გზებია გადაცემის. ახლა თქვი რომ საბედნიეროდ მეთქი, უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კეთილსინდისიერად მიუდგებით ამ გზებს. არ ნაკლებად გადადის, უიშვიათად შემთხვევაში გადადის ასევე სქესობრივი გზით. მე მომისმენია საკმაოდ სკეპტიკური შეფასებები იმის შესახებ, რომ საკმაოდ რთულად გამოდის C ჰეპატიტი ორგანიზმიდან და რეალურად ის არ იკურნება. როგორ ხდება მკურნალობა, რამდენად ხელმისაწვდომია ის მედიკამენტები, რამდენად არის რეალურად საქართველოში და თანხები, ღირებულება მედიკამენტების როგორია? შევეხოთ თანდათანობით. საქმე იმაშია, რომ მისი მკურნალობა დიდი ხანი არ არის რაც დაწყებულია, თქვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული სტანდარტული მკურნალობა, ინტერფერონოთერაპიის მკურნალობა, თანამედროვე ინტერფერონების სახით, სახელებს არ დავასახელებ, სარეკლამო ტრიუგად რო არ ჩამეთვალოს, გაუმჯობესებულია, მაგრამ იმის გამო, რომ ვირუსების გენოტიპები, C ვირუსის გენოტიპი არის სხვადასხვა, აქვს ბევრი გენოტიპი და ყველა გენოტიპს აქვს თავისი მკურნალობისადმი, თქვათ, ეფექტი. მუტაციას განიცდის წლების განმავლობაში, თუ არის ის რაც იყო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ B ვირუსთან შედარებით ნაკლებად. კი. სწორედ ამიტომ შესაძლებელი გახდა უფრო მყარი სამკურნალო საშუალებების შემოღება განსხვავებით B ვირუსისგან განსხვავებით. მოკლედ არსებობს რამდენიმე გენოტიპი, ჩვენთვის საინტერესოა თქვა ჩავთვალოთ პირველი 4 გენოტიპი, ყველაზე გავრცელებული. საქართველოში არის პირველი, მეორე, მესამე. უფრო არის პირველი, მეორე გენოტიპი. ნუ ხდება მეოთხე გენოტიპიც, ეს უფრო აფრიკული ტიპია. ჩვენთვის საინტერესოა ეს გენოტიპი არა იმდენად იმის გამო, რომ სხვადასხვა სახის სიმძიმის დაავადებას იწვევს. ეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა გენოტიპი დაახლოებით ერთი დონის დაავადებას იწვევს. აქ არის მხოლოდ მკურნალობაზე ეფექტურობა. აქამდე არსებული, დღემდე მიმდინარე იგივე ინტერფერონ თერაპიით მკურნალობას პირველი გენოტიპის დროს ეს მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში და მიუხედავად ასეთი ერთწლიანი ხანგრძლივობის მკურნალობისა, ეფექტი არ აჭარბებს 55%-ს. 100-დან 55%-ს. 1 წელი სჭირდება მკურნალობას და შედეგი 15%-ში გვაქვს სავარაუდო დადებითი შედეგი, დანარჩენი 45%-ზე გვაქვს უარყოფითი შედეგი. აზრი აქვს თუ არა მკურნალობას, მაშინ ისმის ასეთი კითხვა. კი, გეტყვით როგორ ხდება. მკურნალობის ხარჯები არის, ხო, მეორე და მესამე გენოტიპი, მათ ჭირდებათ 6 თვიანი მკურნალობა, სამაგიეროდ მკურნალობის ეფექტი არის გაცილებით მაღალი, სადღაც 75%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებია ის, აი იმ ინტერფერონოთერაპიას გაცილებით უფრო ადვილად ექვემდებარებიან. ბატონო, რა მინდა გკითხოთ, ანუ 6 თვე დასრულდა მკურნალობა, არ არის ის შედეგი, კვლავ უნდა გაგრძელდეს თუ ამ 6 თვეში სრულდება? არა, მასე არ ხდება.
საბედნიეროდ საქართველოს უკვე დაახლოებით 1 წელია რაც აკეთებს აი ასეთ სამკურნალო აქციას, ინტერფერონოთერაპიულ აქციას, მე მყავს ასევე კახეთში ბევრი პაციენტი, რომლებიც ჩამონები არიან. როგორი სტატისტიკა იცით, რამდენად მძიმეა? არ ვიცი. ხშირად გაკითხავენ პაციენტები C ჰეპატიტი, ანუ გავრცელებულია. მაგრამ ზოგადი სტატისტიკა არ ვიცი. რატომ არ არის, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მოდის, არ ფიქსირდება თუ რა არის იმის მიზეზი, რომ არ არსებობს სტატისტიკა? არ უყურებენ მოსახლეობა ის კონტინგენტი, სადაც უმეტეს შემთხვევაში გავრცელებულია ეს ვირუსი, გადაცემის გზების მიხედვით, ეს არის ინტრავენური ნარკომანია. არ უყურებენ, არ თვლიან ამას სერიოზულ დაავადებად, ან თვლიან, რომ მაინც არაფერი მეშველება, არ მაქვს საშუალება რომ იმკურნალო და რა აზრი აქვს წინასწარ. აი საშუალება ახსენეთ და მე გამახსენდა ჩემი კითხვის მეორე ნაწილი, რამდენად ხელმისაწვდომია ის მედიკამენტები, რითიც კურნალობთ მოსახლეობას. დღემდე სახელმწიფოს მიერ რაც სრულდება ეს პროგრამა, გითხარით რომ ერთწლიანი კურსი, ეს არის დაახლოებით $12,000-13,000. საკმაოდ ძვირადღირებული. დიახ ბატონო. იქნება ამიტომაც არ აკითხავენ ექიმებს, რომ რეალურად არ აქვს მოსახლეობას. 6-თვიანი კურსი არის ამის ნახევარი. მაგრამ 1 წლის წინ სახელმწიფომ და მადლობა და მივედით ჯანდაცვის სამინისტროს აქციაზე და რაზეა საუბარი? სერიოზული შედეგებია. ძალიან დიდი მადლობა მართლა. მე გეტყვით ერთ რამეს, სანამ გადავალ იმაზე. წინამთავრობის დროს არ მინდა პოლიტიკურ ნიუანსებს შევეხო, მაგრამ 3 წელი ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობდით რესპუბლიკის მასშტაბით, რომ რამენაირად სახელმწიფოსთვის სხვადასხვა ვარიანტის შეგვეთავაზებინა მოსახლეობისთვის გამხდარიყო აღნიშნული დაავადება, გარკვეულწილად ხელმისაწვდომი. 3 წელი ვიწვალეთ, 1000-ნაირი ვარიანტი. არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტროდან ვინმე დაინტერესებული იყოს. ვეხვეწებოდით, ვემუდარებოდით, რას აღარ უგზავნდით, თვლიდით, ვანგარიშობდით, კაციშვილი, გარდა ბატონი ამირან კამყრელიძისა, რომელიც მაშინ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მუშაობდა, ხო? ის მოდიოდა ხოლმე და ესწრებოდა. არავინ არ დაინტერესებულა. დღევანდელი მინისტრს მე მართლა მინდა მადლობა უთხრა, რომელმაც ისე ჩუმად გააკეთა და არც იკითხა რა უნდა გაკეთებული იყო, მოსვლის დღიდან პირდაპირ პროგრამა შემოგთავაზა. რა პროგრამაა მაშინ მივედით ამ პროგრამამდე? დიახ, რას ითვალისწინებს? კი ბატონო, ეს არის. და რატომ გახდა აუცილებელი? გაიზარდა რეალურად უფრო რთული შედეგია ამ ჰეპატიტთან დაკავშირებით თუ უბრალოდ როგორც თქვით, ახლა დაინტერესდნენ, ანუ არის თუ არა C ჰეპატიტის ეპიდემიის გავრცელების საფრთხე? დიახ, საქართველოს მასშტაბით ზოგადი ციფრებით 150-200,000 ადამიანი ძალიან ბევრია. ბევრი, ანუ არის დის ტენდენცია და სწორედ ამას უკავშირდება როგორც 150,000-დანაც თუნდაც 30% რო ვიანგარიშოთ, თქვათ, ეს არის 50,000, რომელიც განწირულია სუნცი და ციროზისთვის, ღვიძლის უკმარისობისთვის. მედიკამენტების შემოტანა საიდან ხდება? არის აი ამ ინტერფერონის ორი ვარიანტის მწარმოებელი ფირმები, რომელსაც თვითონ აქვთ ოფისები, რომელიც თვითონ ყიდიან ამ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. ახლა სახელმწიფომ წინა პროგრამაში გააკეთა ასეთი ამბავი, რომ 60% იხდის სახელმწიფო, 40% იხდის მოსახლეობა. 12,000 ერთწლიანი კურსი და, ხო, 60% სახელმწიფოსია, 40% არის. მაინც საკმაოდ ძვირია არსებულ სოციალურ ფონდზე. ახლა თქვენ ბრძანეთ წეღან და ძალიან ნიშანდობლივია და სწორი კითხვა იყო იმისა, რომ ჩვენ ერთ წელი უნდა ველოდოთ, უნდა ვიმკურნალოთ და შედეგი ან იქნება, ან არ იქნება, ხო? მასე არ ხდება. თვითონ ის მკურნალობა გარდა სიძვირის არის ძალიან მძიმე პროცესი, ძალიან მძიმედ გადააქვთ ადამიანებს, დაწყებული აი მუდმივი თქვათ 39-40 გრადუსის ტემპერატურიდან 1 წლის განმავლობაში, ან 6 თვის განმავლობაში. ანუ მუდმივად ტემპერატურის ქვეშ ცხოვრობენ. შეიძლება იყოს მუდმივად სურდო და ფსიქიური აშლილობამდეც კი სისხლის პრობლემები, ფარისებული ჯერხვა, აუარებელი ამბავი, რომელთაც შეიძლება ჩვენ შევწყვიტოთ მკურნალობა, იმიტომ რომ ანუ შესაძლებელია C ჰეპატიტმა არ მოკლას, მაგრამ იმდენად მკურნალობას ერთ შედეგი ქონდეს სხვა დაავადების გამო. სწორედ ამიტომ ხდება ასეთი პრინციპით. დასაწყისში საწყისად საწყის მაჩვენებლებს ვარკვევთ ვირუსების რაოდენობას ვითვლით ორგანიზმში და პირველი გენოტიპის დროს 2-3 თვის თავზე, მეორე და მესამე გენოტიპის დროს 1 თვის თავზე ვაკონტროლებთ ისე ვირუსების რაოდენობას. თუ შესაბამისად ისე შეამცირა მკურნალობა და აზრი აქვს გაგრძელებას ვაგრძელებთ, თუ არა და ჩერდება მკურნალობა. რა შეიძლება მას შემდეგ რაც განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს ის პროგრამა, რაზეც საუბრობთ? ახალი პროგრამა. ახლა გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ეს პროგრამა არის უსერიოზულესი პროგრამა. ამერიკაში რამდენიმე წელია, სულ 2-3 წელია, უძვირესი პროგრამა, მე გეტყვით. ის რამდენიმე სხვადასხვა სახის მედიკამენტები, სხვა მოქმედების, არა ინტერფერონო
თერაპიის და იქიდან რამდენიმეა დღესდღეობით ყველაზე უფრო მისაღები, თქვათ ამერიკაში, ეგრეთ წოდებული აი ეს ნუკლეოზის ანალოგები, ეს არის სოფოსპოვირი და ის თითქმის 92-93% შემთხვევაში შველის პირველი გენოტიპის დაავადებასაც და სამაგიეროდ არის ძალიან ძვირი. ერთიაბი მკურნალობა ღირს დაახლოებით 82-83,000 უფასო პროგრამა არ არის ეს. გეტყვით არ ვიცი. არ იცით. ანუ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ესე იგი, სამთვიანი მკურნალობა იმ გენოტიპზე ამ ერთი პრეპარატით, რომელიც არის ძალიან ეფექტური, 92-93% ღირს $82-83,000. პრაქტიკულად ერთიაბი ღირს ყოველ დღე ჭირდება ერთიაბი ადამიანს. ერთიაბი თითქმის $1,000 ღირს. ეხლა წარმოუდგენელია ასეთი ხარჯების გაღება მოსახლეობის მხრიდან. არა, რა თქმა უნდა, მიზეზით გავიგეთ, რატომაც არ აკითხავენ სამედიცინო დაწესებულების აზრი არ არის. არა, მე არ დამთავრებია. მას ედასკვნებს ვერ გააკეთებთ, როცა ბოლომდე მომისმენთ, იმიტომ რომ კარგით გისმენთ. შედგა მოლაპარაკება ძალიან აქტიურად ისევ და ისევ ჩვენი მინისტრის და გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ წარმოებელმა კომპანიამ, ამ მედიკამენტის წარმოებელმა კომპანიამ რამდენიმე ქვეყნიდან შეარჩია საქართველო და პროგრამა შეადგინა 4 წლიანი პროგრამა, რომ საქართველო განთავისუფლდეს ამ ვირუსისგან. საუბარია ან სრულად უფასო მკურნალობაზე, ან მიზერი თანამონაწილეობა, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს. ასევე ჯერჯერობით აი ალბათ გადაწყდება ეს საკითხები. აი ამ თვეში ალბათ ერთ-ორ კვირაში ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი იმ ვარიანტებს, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, რა ვარიანტ შესთავაზებენ მოსახლეობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება სრულად მომცველი მთელი საქართველოსთვის. არა აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ და მე მჯერა, ადამიანს აქვს შესაძლებლობა თუ არა აქვს შესაძლებლობა. ანუ შესაძლებელია ეს პროგრამა იყოს უფასო, არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, ან იქნება სახელმწიფოს აქვს ამ რაოდენობის თანხები, თუ უნდა ველოდოთ დახმარება სხვა ქვეყნებიდან. აქ საუბარია სხვა ინვესტიციებზე. აქ საუბარია სხვა მონაწილეობაზე და შესაძლებელია სახელმწიფოს სხვა ქვეყნების დახმარებაზე ალბათ. აი ვერ გეტყვით, ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, ეს ითქმება ალბათ, მაგრამ ჩემთვის მოქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ მოქალაქე მიიღოს ეს მკურნალობა სრულიად უფასო. მე მინდა ვისარგებლო იმით, რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და იმ საკითხსაც შევეხოთ ბოლოსკენ, რაც დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ცეხეპატიტთან ერთად. ეს შეეხება ზამთრის გავრცელებულ გრიპის ვირუსულ ინფექციებს. ამ შემთხვევაში როგორ არის საქმე? არის თუ არა გრიპის ეპიდემია, რა სახის ვირუსებია გავრცელებული, რამდენად საშიშია? რამდენად ექვემდებარება მკურნალობას? ბევრჯერ ვამბობ ხოლმე და უბრალოდ კიდევ ერთხელ თხოვნით მოგმართავთ, გრიპი არის კონკრეტული დაავადება. გრიპი არ ნიშნავს ყველაფერს, რაც სურგროთი იწყება. ამჟამად გრიპი არ არის. ეს არის სხვადასხვა სახის სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები. დიახ. რესპირატორული ინფექციები. არც თუ ისე მძიმე. აქ შედის აუარებელი, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული RS ვირუსები, რესპირატორული სინციტიალური ვირუსები, ეგრეთ წოდებული ენტეროვირუსები და სხვადასხვა სახის ვირუსები, მაგრამ გრიპის ვირუსი ცალკეა. გრიპი არ არის ჯერ დადასტურებული. შარშანი იყო. ალბათ შესაძლებელია გამოჩნდება. თვითონ კონკრეტულად გრიპად არ არის დადასტურებული. გრიპის შემთხვევა ყოველ შემთხვევაში თელავში ნამდვილად არ ყოფილა. ის რაც უნდა მძიმედ მიდიოდეს, იმ ვირუსებს თავის სახელი აქვს. და საბედნიეროდ თითქმის ყველა ვირუსული ინფექცია, თუ არ არის ეპიდემიური, გახანგრძლივებული გართულებებით მიმდინარე, ძალიან ესეთი ყოველდღიური კონტროლის შემთხვევაში და ნორმალური მიხედვის შემთხვევაში სადღაც ერთ კვირაზე მეც არ გრძელდება. ერთ კვირას შემდეგ უკვე იწყება გართულებები. მოსახლეობას მინდა მიმართოთ ხოლმე. თუ დაწყებული ვირუსული ინფექცია გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს, იქ უკვე სერიოზულად მოსაძებნია გართულებები და არა ვირუსული ინფექციები. ბატონ შოთა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ექიმი ინფექციონისტი შოთა რაინაული. ყოველთვის მიხარია ხოლმე ჩემი სტუმარი რომ ხართ, როდესაც ხართ, იმდენად საინტერესოდ საუბრობთ. მე დაგემშვიდობებით და გადაცემის ბოლოს მინდა გავაკეთო განცხადება, დიალოგიც უერთდება სოციალურ ქსელში გავრცელებულ აქციას და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, ასე რომ
Stop C ვიცხოვროთ C ჰეპატიტის გარეშე. გეშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. ნახვამდის.